მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ და უსმენთ ლორდ ქიფანიძის ვლოგს. ეს ჩვენი საიუბილეო ვლოგია, მე-10 ვლოგია და თან საიუბილეოა იმ თვალსაზრისითაც, რომ 2026 წლის პირველი ჩანაწერია. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით მოგიწოდებთ, რომ წინა ვლოგებსაც გადაავლოთ თვალი. ძალიან საინტერესო ჩანაწერები გვაქვს, მე ამისი ღრმად მწამს დამჯერა. შინაარსობრივად ნამდვილად ესეთია, შეიძლება ტექნიკურად ისეთი გამართული არ იყოს. გადავლეთ თვალი წინა ვლოგებსაც და ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, დალაიქეთ ჩვენი ვლოგი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და თვალი ადევნეთ საერთოდ ჩვენს ვიდეოებს, იმიტომ რომ ნამდვილად უინტერესო ჩვენი შეხვედრები და საუბრები ნამდვილად არ არის რა. შეიძლება მე გამირბის ხოლმე ცხენი, ბევრს ვლაპარაკობ, რაღაცები მეშლება, შეიძლება მე არ უყვარდე ვიღაცებს, მაგრამ შინაარსი ამ ვლოგისა უდაოდ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. და ამის დასადასტურებლად მე დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემას შეგახსენებთ და გაგაცნობთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე სახელწოდებით ევროპა თავდაცვისთვის ემზადება. ესეთი სათაური შეურჩიეთ. რა თქმა უნდა, მე როგორც გერმანოფილი და გერმანიაზე ორიენტირებული, გერმანიის საკითხებით დაინტერესებული პირი, აი ევროპის მზადებას თავდაცვისთვის ევროპის მზადებას განვიხილავ, რა თქმა უნდა, გერმანულ კონტექსტში და გერმანიის სახელმწიფოს მაგალითზე. თქვენ ალბათ ყველა მოусმინეთ გერმანიის ფედერალური კანცლერის ბატონი ფრიდრიხ მერცის ბოლო რამდენიმე გამოსვლას, ხო? ერთგან მან ქრისტიან-სოციალური კავშირის ყრილობაზე განაცხადა, რომ პაქს ამერიკანა, ამერიკული მშვიდობა ევროპისთვის დამთავრდა, ის აღარ არსებობს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი რეალობა, ჩვენ თვითონ უნდა დავიწყოთ ზრუნვა უსაფრთხოებაზე, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაზეო, მან ბრძანა და აქ ამ საქმეში ნოსტალგია ჩვენ არ გვიშველის, რომ აი რა კაი იყო ამერიკა, რომ იცავდა მთელს ევროპას, მაშინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სხვა საკითხებზე კონცენტრირებული იყავით და იმდენი დრო და ენერგია არ დაგვეხარჯა თავდაცვის საკითხებზეო და ასე შემდეგ. აი ეს ნოსტალგია დასრულებულია, პაქს ამერიკანა დასრულებულია, ნოსტალგიით ვერ დავაბრუნებთ თქვათ იმ რეალობას, რაც ადრე იყო, სოფლიო ისეთი აღარასდროს აღარ იქნება, როგორიც თქვათ 10 წლის წინ გახლდათ, ახალი სამყარო ყალიბდება, დასავლეთი უკვე ერთიანი მოცემულობა და ერთიანი ცნება და ერთიანი სივრცე აღარ არის შეხარჯები ბატონი, შესაბამისად აუცილებელია, რომ თავდაცვის თვალსაზრისით კონტინენტი გადაეწყოს და მეორე განცხადება გააკეთა ბატონმა ფრიდრიხ მერცმა, ეს იყო თუ არ ვცდები აი იმ მსურველთა კოალიციის შეკრებაზე, მან თქვა, რომ გერმანია მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს თავისი მოკავშირეების, ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებაზე, გარკვეულწილად მაინც მთლიანად თუ არა, შესაბამისად, ასე ვთქვათ, პოლიტიკა იცვლება, ევროპა ნელ-ნელა იწყებს თავად საკუთარი თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას. რა თქმა უნდა, ესა პოლიტეკონომიურ საკითხებთანაც გადაკვეთილი, მაგალითად, ძალიან ადვილი ხდება ეხლა, რომ სახელმწიფომაც მთელი ფული სამხედრო ინდუსტრიაში ჩადოს, სამხედრო ინდუსტრია გაძლიერდეს, მთელი ეკონომიკური პარადიგმა ააგონ აი ამ მილიტარისტული ინფრასტრუქტურაში ფულის ჩაქცევაზე და ეს პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ სხვა დარგებს და სხვა სფეროებს მოაკლდებათ თანხა, ანუ არსებობს ეს პოლიტეკონომიური პრობლემა, რომ მთელი შენი ეკონომიკური განვითარება დააფუძნო მილიტარისტული სექტორის განვითარებას და ამის ცდუნება დიდია. მაგრამ ფაქტია, რომ ევროპას სჭირდება თავდაცვა და იწყებს ამ თავდაცვისთვის ზრუნვას და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ გერმანიის მაგალითზე რა კეთდება იმისთვის, რომ თავად გერმანია იყოს ევროპაში მოწინავე სამხედრო ძალა და გერმანია მოახერხოს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პირველი თემა, რომელსაც ჩვენი ვლოგის ეგიდით შევეხებით, ეს გახლავთ გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალების ბუნდესვერის მდგომარეობა. ბუნდესვერის მდგომარეობა კატასტროფული გახლდათ ამ საუკუნის დასაწყისიდან და დღემდე ეს კატასტროფული ვითარება ნაწილობრივ ნარჩუნდება. როცა ვამბობთ სიტყვას კატასტროფული, გულისხმობთ რა თქმა უნდა გერმანულ კონტექსტს. საქართველოზე უკეთესი ჯარი შეიძლება ჰყავს და ბულგარეთზე და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მაგრამ გერმანიის ზომის, ფორმის, ფუნქციის მქონე ქვეყნის სამხედრო შეიარაღებული ძალები რომ ესეთ მძიმე მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, ვითარებას ადვილად შეიძლება ვუწოდოთ კატასტროფა. მოკლედ კონტექსტიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ვითარება კატასტროფული გახლდათ. რა განაპირობებს და დღემდე ნარჩუნდება ეს ვითარება ნაწილობრივ, რა განაპირობებს გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალების კატასტროფულ მდგომარეობას. პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ დაფინანსება. ამ საუკუნეში, მანამდეც არ იკლავდნენ თავს გაერთიანების შემდეგ და არც იყო ამის საშუალება, მაგრამ ამ საუკუნეში განსაკუთრებით გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი შთამბეჭდავი არასოდეს არ ყოფილა. გერმანია მიზანმიმართულად ცდილობდა შეეზღუდა თავისი ხარჯები სამხედრო შეიარაღებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სამხედრო შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. ხომ, ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდა სისტემას და ბუნებრივია, როდესაც ფული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა იკლებს ხოლმე, ეს აისახება მთლიანად ამ სამხედრო შეიარაღებული ძალების ყველა სექტორზე, ინფრასტრუქტურაზე, ტექნოლოგიებზე, პირად შემადგენლობაზე და ასე შემდეგ. აი ჩვენ გვახსენდება 2011 წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბატონი გუტენბერგის გამოსვლა ბუნდესტაგში. როდესაც მან განაცხადა, რომ ცივი ომი დასრულებულია, რეგიონში მშვიდობაა, ევროპა წყნარად ცხოვრობს, რუსეთი კი იქ რაღაც საქართველოში რაღაც აქცია ჩაატარა, იქ რაღაცებს ურევს და თავისი ახალი იმპერიალისტური ძალები ჰყავს ხელისუფლების სათავეში, მაგრამ მაინც მეტნაკლებად გარკვეულ ჩარჩოებს აკმაყოფილებს, ამიტომ კარგად ავართ, ნატოს ფარიც ჯერ კიდევ არსებობს და ხელისუფლებაში მაშინ არ იყვნენ ისეთი ექსტრემისტები მოსული, როგორიც ბატონი დონალდ ტრამპი გახლავთ. შესაბამისად, ნატო ადგილზეა, ცივი ომი დასრულებულია, რუსეთი კი რაღაცას ცდილობს, მაგრამ საფრთხე ისეთი სერიოზული არ არის. ირგვლივ ყველა ქვეყანამ გააუქმა თითქმის ევროკავშირში სავალდებულო სამხედრო სამსახური. კარლ გუტენბერგი გამოვიდა ინიციატივით და დროებით შეაჩერა გერმანიაში სამხედრო სავალდებულო სამსახური. ანუ ნახეთ, ორი კომპონენტი ავიღოთ. დაფინანსება შეზღუდულია, არ იზრდება, დამატებით ინვესტიციები არ იდება სამხედრო ბიუჯეტში და სამხედრო მიმართულებით, ეს ერთი მახასიათებელი ბუნდესვერის კატასტროფულ მდგომარეობამდე მიყვანისა, მეორე მახასიათებელი იყო, რომ ესე იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურიც გაუქმდა, არავინ აღარ ცდილობდა ადამიანების მობილიზებას, რომ ისინი ბუნდესვერის შემადგენლობაში ჩაწერილი იყვნენ და ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია 50000 კაცით, მგონი რამდენიმე წელიწადში 50000 კაცით შემცირდა პირადი შემადგენლობა ბუნდესვერისა, ხო? ეს მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება და იმდენად არამიმზიდველი იყო ეს სამსახური ახალგაზრდებისთვის და შესაბამისი ასაკის მქონე პირებისთვის, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიწყო შემცირება პირადი შემადგენლობისა და დღეს ბუნდესვერის პირადი შემადგენლობა 183000 ადამიანია მხოლოდ, როცა ვთქვათ 2010 წლისთვის თუ არ ვწდები 250000 გახლდათ. მესამე კრიტერიუმი, რომ ავღნიშნოთ და ვთქვათ, აი სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, კომისარი, რომელიც ყავს ფედერალურ კანცელარიას გერმანიაში,
აი ეს პირდაპირ აცხადებს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალებისა, ბუნდესვერისა გახლავთ ის, რომ ახალგაზრდებისთვის ეს სამსახური არის მოსაწყენი და არაკომფორტული. ეხლა არავინ არ ელის, რომ ჯარში როცა მსახურობს იქ რაღაც კლოუნები ეყოლება და რაღაც ეგზოტიკური ბარი იქნება გახსნილი იმისი, რა ქვია, ყაზარმის ძირას და იქ გაერთობიან ხოლმე სამხედრო პირები შიგადაში. ამას არავინ არ მოელის, მაგრამ ხო, ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს თვით რეალიზებულად, უნდა გრძნობდეს თავს, რომ საჭიროა, უნდა გრძნობდეს, რომ ის საქმე, რასაც აკეთებს, მოსაწყენი არ არის, აქტიური სამსახური უნდა იყოს, დაგეგმილი უნდა იყოს მთელი დღე და ეს აქტივობები უნდა იგრძნობოდეს, რომ ამ კონკრეტული პირის განვითარებას ემსახურება, ხო? და მეორე მხრივ ყაზარმა უნდა იყოს კომფორტული, კარი უნდა იკეთებოდეს, რბილი ლოგინი უნდა იყოს, ტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი საყოფაცხოვრებო დონეზე ჯარისკაცთა საცხოვრებლები, ხო? და აი ამ დაფინანსების შეზღუდვამ და სამხედრო პოლიტიკის მეორეხარისხოვან საკითხად ქცევამ გამოიწვია ისიც, რომ ეს ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში, დაახლოებით 2 წლეულის განმავლობაში უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები არის შექმნილი ბუნდესვერში, უმძიმესი ვამბობ კიდევ ერთხელ გერმანული საზომებით და არა ქართული საზომებით, თორე ის ვითარება საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტ შეიძლება სანატრელი კონდეს, რაც ბუნდესვერშია შექმნილი, ხო, ანუ საყოფაცხოვრებო პირობები არის გაუარესებული და ადამიანები, ვინ ჯარში მიდიან, თვით რეალიზებულად ვერ გრძნობენ თავს და მიმზიდველი არ არის მათთვის ეს სამსახური. ვერ გრძნობენ, რომ მათი მუშაობა, მათი პოსტზე დგომა, მათი სამხედრო აი ამ რაღაც რეგლამენტებში ჩაჭეჭყვა არის მათი პიროვნული განვითარებისთვის სასარგებლო. და როცა ხედავ, რომ არც კომფორტულია სამუშაო ადგილი, არც საინტერესოა შენთვის, მოწყენილობისგან კვდები და საშინელ პირობებში გიწევს ცხოვრება, ბუნებრივია, ადამიანები გამოდიან ხოლმე აი ამ ბუნდესვერის მუშაობიდან და აგრძელებ პოსტალიონად მუშაობა უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად მიაჩნიათ, ვიდრე თქვათ ჯარში სამსახური. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან ხოლმე ბუნდესვერში და ამაზე ყველა ანალიტიკური დაწესებულება და ანალიტიკური მედია საშუალებები წერენ ამის თაობაზე. გახლავთ თვითონ ატმოსფერო, როგორია შექმნილი ბუნდესვერში. ბუნდესვერი არის ხშირად ბუდე მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელებისთვის. ვინაიდან ყველა იქიდან წავიდა, ყველა არა, ბევრი ადამიანი წავიდა ბუნდესვერიდან, აღარ არის ის მიმზიდველი და კომფორტული ადგილი მოქალაქეებისთვის, ვინც იქ რჩებიან, ადვილად წამოეგებიან ხოლმე იმ შავ ჭირს, რასაც პოსტფაშიზმი, ნეოფაშიზმი ან ულტრამემარჯვენეობა ჰქვია. და მთელი ჯარი სავსე არის აი ამ ულტრა მემარჯვენე ქსელებით და მონდომებით ებრძვის ამ ქსელებს უშიშროების სამსახურები და შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირები. ასე რომ ამ თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობა ამ მემარჯვენე ქსელებს იცით, რომ თავისი წესები აქვთ ნახევრად ხულიგნური, ძალადობრივი, აგრესიული, ამ ძალადობას, აგრესიას და წესებისადმი დაუმორჩილებლობას ბუნებრივია შეაქვს საშინელი განხეთქილების ვაშლი თვითონ ბუნდესვერის შემადგენლობაში დისციპლინის დამყარებას უშლის ხელს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ტოტალურად გავრცელებული, მაგრამ სადაც არის გავრცელებული და როგორც არის გავრცელებული, ბუნებრივია ეს ქსელები ხელს უშლიან იმას, რომ ჯარი იყოს უფრო ჯანსაღი, მობილიზებული და ცალკეულ ყაზარმებში წესრიგი იყოს დამყარებული სრულად, აბსოლუტურად და მყარად, ხო? ასე რომ ეს მემარჯვენე ქსელებიც ძალიან დიდი პრობლემაა
ჯარისთვის, ბუნდესვერისთვის და ესეც ბოლო დროს განსაკუთრებით უტეხდა სახელს გერმანიის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა აღვნიშნოთ და ეს არ არის დაკავშირებული რაღაც ლიბერალურ წუხილებთან, ეს არის დემოკრატიული წუხილი და ადამიანური წუხილი და მემარცხენე წუხილიც თუ გნებავთ, რომ ჯარი მოგხსენებათ, რომ თანამედროვე ეპოქაში ქალებიც მრავლად არიან ხოლმე, ქალებიც გადიან სამხედრო სამსახურს სავალდებულოს ნაკლებად და ქალებისთვისაც საშინელი დისკრიმინაციული გარემო არის შექმნილი ამ ჯარში და ეს მემარჯვენე ქსელები, სადაც აგავრცელებული ხო საერთოდ, მაგრამ ამ ქსელებისგან თავისუფალ სივრცეშიც ადამიანები, ქალები შვიდად ვერ გრძნობენ ხოლმე ჯარში თავს და ესეც ართულებს ხოლმე საქმეს. მაგრამ მეგობრებო, ყველაფერი მაინც მოდის და ჯარის მთავარი პრობლემა მოდის, ამასაც ყველა სერიოზული სპეციალისტი ამბობს, იმ დემოგრაფიული მდგომარეობიდან, რომელიც თანამედროვე ევროპაშია შექმნილი, ხო, საზოგადოება ხდება უფრო ასაკოვანი და მოხუცი მოსახლეობის რაოდენობა არ იმატებს, შესაბამისად, როცა ყავს ცოტა ახალგაზრდა ძალიან, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ის ადამიანური რესურსი ჯარს არ ყოფნის ხოლმე. ასე რომ დემოგრაფიული გადასვლის ტიპი და ის დემოგრაფიული ვითარება, რაც ევროპაშია შექმნილი, როცა ვთქვათ, ახალგაზრდების რაოდენობა მცირდება, შობადობა მაინც და მაინც მაღალ დონეზე არ არის, ეს ჯარს განსაკუთრებით უტყამს და განსაკუთრებით დეფიციტური ხდება ხოლმე აი ამ სამხედრო შემადგენლობის შევსების ამბავი განსაკუთრებით პრობლემური ხდება. აი ეს ვითარება არის ჯარში შექმნილი, მაგრამ ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ცალკე სამხედრო სპეციალისტები, სამხედრო საქმის სპეციალისტები დამატებით აღნიშნავენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, რომელიც გერმანიის ბუნდესვერს აქვს. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტი, ანუ დიგიტალიზება, ეს ახალი სამხედრო ტექნოლოგიები, მათი დანერგვა, მათი სწავლება პირადი შემადგენლობისთვის, ამ ცოდნის გავრცელება, ხო, სპეციალიზირებული ცოდნის გავრცელება ჯარისკაცთა შორის. ეს პრობლემაა, ანუ არც ტექნოლოგიები აქვთ, როგორ არა აქვთ საქართველოსთან შედარებით, მაგრამ რაც გერმანიას უნდა ჰქონდეს, იმ ტიპის ტექნოლოგიები არ აქვთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პრობლემაა, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი ძალიან ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ძალიან ასე ვთქვათ, დაბალ დონეზეა ჯარში. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა გერმანიის სამხედრო ინდუსტრია, ახალ ტიპის ტექნოლოგიებს ნერგავენ და ცდილობენ ამ ასე ვთქვათ, ჩიხიდან გავოვიდნენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად ჩნდება, ტექნოლოგიურად გერმანიის არმია ჩამორჩენილია სხვა დიდ არმიებთან შედარებით და დღეს ბევრი რამ თანამედროვე ომში, როგორც ამბობენ, ეხა ომს ვერ ვიტან და თოფები და ბომბები და რაღაცები ვერ ყვევი, მაგრამ რაც წავიკითხე, როცა ვემზადებოდი დაახლოებით ნახევარი თვის განმავლობაში ამ ვლოგისთვის, რა სტატიებიც შემხვდა, ყველგან წერენ, რომ აი ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ათვისება სამხედრო შემადგენლობის მიერ და სამხედრო ძალების წევრთა მიერ. ტექნოლოგიურად ჩამორჩენილია და მოკლედ ბუნდესვერი და კიდევ ერთი პრობლემა არის, რაც ნაწილობრივ ვახსენეთ, როდესაც კომფორტზე და უწყენილობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აქვე ცალკე დავამატოთ, ზოგადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყაზარმების მდგომარეობა, გზების მდგომარეობა, განაწილების წესი, ამა თუ იმ ბატალიონში და ასე შემდეგ, ანუ ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც შევიწროვებულია. მოკლედ, გერმანიის ჯარი მძიმე დღეშია, მაგრამ მეგობრებო, არ შეშინდეთ,
გული არ გაიტეხოთ, ევროპა თავდაცვისთვის ემზადება და დგამს უკვე პირველ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გერმანიამ შეძლოს არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მისი მეზობლების დაცვა. და რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ჯარი ჯარს დაემსგავსოს და მოწინავე სამხედრო შემადგენლობა გაჩნდეს ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში, ამის თაობაზე ლოგის შემდეგ ნაწილებში ვისაუბრებთ. მეგობრებო, გასაგებია, რომ მდგომარეობა მძიმეა, რთულია, განსაკუთრებულია, მაგრამ უნდა ვისაუბროთ ჩვენ იმაზე, თუ რას აკეთებს გერმანიის სახელმწიფო იმისთვის, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. გულზე ხელი მათ არ აქვთ დაკრეფილი, გერმანელები აქტიურად მუშაობენ, რომ ბუნდესვერის მდგომარეობა გამოასწორონ და უკეთესი გახადოთ. აი, რას აკეთებს ბუნდესვერის მდგომარეობის გამოსასწორებლად ფედერალური მთავრობა? ბევრ რამეს აკეთებს. ბევრ ნაბიჯს დგამს ვითარების შესასრულად. და აი ეს ნაბიჯები ჩვენ ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. პირველი ნაბიჯი უკავშირდება 2002 წელს უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი კანცლერის ბატონი ოლაფ შოლცის გამოსვლას გერმანიის პარლამენტში, ბუნდესტაგში. ბუნდესტაგში გამოსვლისას ოლაფ შოლცმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა და ამ ისტორიულ სიტყვაში გამოიყენა ტერმინი, უნიშნულოვანესი ტერმინი Die Zeitenwende. Der 24. Februar 2022 markiert eine Zeitenwende in der Geschichte unseres Kontinents. და ეს ტერმინი სხვათა შორის ინგლისურენოვან ლიტერატურაშიც აი ამ გერმანული წარმოთქმით გადავიდა და გერმანული ჩანაწერით გადავიდა და Zeitenwende-ს ამ სიტყვას თვითონ ინგლისურენოვანი სამყაროს წარმომადგენლებიც იყენებენ. Zeitenwende ნიშნავს გარდამტეხ პერიოდს. ოღონდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გარდატეხაზე აქვს საუბარი და როცა ამ ტერმინზე მიდგება ხოლმე საქმე, მე მიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ გამოვიყენო ძალიან კარგი ქართველი ჟურნალისტის, რუსული ენის შესანიშნავი მცოდნის, არაჩვეულებრივი ადამიანის ბატონი არჩილ მანჯგალაძის მწერლისა და პუბლიცისტის მათ შორის არჩილ მანჯგალაძის ტერმინი. არჩილ მანჯგალაძემ ქართულად თარგმნა ანატოლი სობჭაკის წიგნი 9 აპრილის შესახებ და მისი სათაური მან ასე გადმოა ქართულა თბილისის ჟამტეხილი. ანუ თან გარდატეხაა, თან რაღაც ჟამი იცვლება, რაღაც ახალი ეპოქა დგება და ოლაფ შოლცაც ზუსტად ამ ტერმინის გამოყენების დროს, Zeitenwende-ს გამოყენების დროს უნდა სწორედ ხაზი გაესვა ჟამის ცვლილებაზე, ახალი ჟამის, ახალი ეპოქის დაწყებაზე. და რას გულისხმობდა იგი? ბევრი რამის ცვლილებას საუბრობს ამ სიტყვაში ბატონი ოლაფ შოლცი, ძალიან მნიშვნელოვან სიტყვაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იგი გულისხმობდა დამოკიდებულების ცვლილებას, გერმანიის სახელმწიფოს დამოკიდებულების ცვლილებას სამხედრო შეიარაღებული ძალების მიმართ. თუ 2011 წელს ბატონმა გუტენბერგმა თქვა, რომ აი ირგვლივ მშვიდობა, ცივი ომი დასრულებულია, ნატო ადგილზე დგას, ყველაფერი რიგზია, შეგვიძლია სამხედრო სავალდებულო სამსახური შევაჩეროთ და ასე შემდეგ. უკვე 2022 წლის გამოსვლაში ბატონი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ჩვენ დიდი ხანია მიტოვებული გქონდა, ასე ვთქვათ, თავდაცვის სამინისტრო ითვლებოდა ურთულეს სამინისტროდ, არავის არ უნდოდა ხოლმე იქ წასვლა, იმიტომ დაფინანსება მცირეა, პასუხისმგებლობა დიდია, სამხედრო შეიარაღებულ პირებთან კავშირების დამყარება, იქ ავტორიტეტის მოპოვება რთულია და ძირითადად ამ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც რაღაც ამბიცია ჰქონდათ, მაგრამ ჯერ სათანადო წონა არ ჰქონდათ დაგროვებული, ან მიდიოდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ასე ვთქვათ მაინც და მაინც ბევრს არ ფიქრობდნენ თავის
ასე ვთქვათ, სახელზე ეს თანამდებობა და ფუნქცია ღიბლავდათ, ან იყო ხოლმე საპატიო რაღაც თანამდებობაზე, რომ ვერ მოხვდებოდა ადამიანი, რაღაცას ვერ გაკაჩავდა, ის რომ დაემშვიდებინათ და რაღაც მის სტატუსისთვის ხაზი გაესვათ, უშვებდნენ ხოლმე აი ამ სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ხო, ბოლო 3 მინისტრი აქამდე ვინც ყავდა გერმანიას, 3-ვე ქალბატონი, თქვათ, აი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. ერთი თქვათ ურსულა ფონ დერ ლეიენი, რომელიც დღეს დაწინაურდა და ის დიდი ხანი იყო მერკელის მთავრობაში, ასე ვთქვათ, მინისტრი და რაღაც ახალი უნდოდა, დიდი და საპასუხისმგებლო და ესეთი რთული სტრუქტურა მისცეს მას, რომელზეც შიც წასვლა ბერს არ უნდოდა, მაგრამ ვინაიდან რაღაცა ცვლილება, წისვლა უნდა დაეფიქსირებინა ქალბატონ ურსულას წავიდა ამ თანამდებობაზე, მერე იყო თქვათ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელსაც კანცლერობა უნდოდა და არ გამოუვიდა, მერკელის მემკვიდრე ვერ გახდა საბოლოოდ და ამიტომ რომ დაემშვიდებინათ და საპატიო თანამდებობა მიეცათ, გადმოიყვანეს აქ თავდაცვის მინისტრად და მერე იყო საერთოდ კრისტინე ლამბრეხტი, რომელიც პოლიტიკიდან უნდა წასულიყო, მაგრამ ოლაფ შოლცმა მოაბრუნა და საშინელი უბედურება გამოიარა ამ ქალმა და მალევე გადადგა. მოკლედ, რთული სამინისტრო ყურადღებას არ აქცევენ, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ბევრს არ უნდა წასვლა და ხვდებიან ხოლმე აი ამ ტიპის ამბიციური პოლიტიკოსები, მაგრამ შებოჭილები არიან და ვერაფერს ვერ აკეთებენ, დაფინანსება შეზღუდული და ოლაფ შოლცმა თქვა, რომ აი ჟამტეხილის დრო დადგა და პირველი გადაწყვეტილება, რაც უკრაინის ომის შემდეგ მიიღეს, გერმანელებმა გახლდათ ზონდერფერმოგენ, ანუ განსაკუთრებული სპეც დაფინანსება გამოყვეს ჯერ ერთჯერადად 2023 წლის ბიუჯეტში, 22 წლის ბიუჯეტიდან უკვე ჩაიდო 100 მილიარდი ევროს დაფინანსება ბუნდესვერისთვის დამატებით. ეს თანხა გამოინახა ბიუჯეტიდან დანაზოგიდან და გადანაწილდა რამდენიმე წელზე და პირდაპირ გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. შემდეგ მოგეხსენებათ ბატონი მერცი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მისი ერთ-ერთი მთავარი დავალება, რომელიც ჯერ კიდევ კოალიციის შექმნამდე ჰქონდა მას და წარმოეშვა ბუნებრივად, გახლდათ ეგრეთ წოდებული ვალების მუხრუჭის ჩანაწერის გაუქმება, ანუ გერმანიას ჰქონდა მიღებული კანონით ეგრეთ წოდებული ვალების მუხრუჭის მექანიზმი, ანუ დადგენილი იყო გარკვეული თამასა, რომლის ზემოთაც გერმანიის სახელმწიფოს და ფედერალურ სუბიექტებს ეკრძალებოდათ ვალის აღება და აი ეს ნორმა შეამსუბუქა მერცმა, მათ შორის მწვანეების დახმარებითაც, სოციალ-დემოკრატების დახმარებითაც ეს მუხრუჭი მოიხსნა, გერმანიის სახელმწიფოს გაეხსნა ხელფეხი, რომ დამატებითი კრედიტები აეღო და ამ კრედიტებით დაეფინანსებინა სხვადასხვა სფერო თავისი საქმიანობისა და უკვე 500 მილიარდიანი შეთანხმება არსებობს, რომელსაც ვალად პერიოდიც გაწერილია, ერთბაშად ეს არ ხდება, აიღებს გერმანიის სახელმწიფო და ეს სპეციალური კრედიტები, 500 მილიარდის კრედიტი დაიხარჯება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში და მათ შორის დაიხარჯება იმ მიმართულებით, რომ გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები გაიზარდოს და თქვათ სამხედრო ინდუსტრიაში ჩაიდოს ფული, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მოკლედ, პირველი ნაბიჯი, რაც ოლაფ შოლცმა და შემდეგ უკვე ბატონმა მერცმა გადადგეს, ეს არის ფულის მობილიზება, კრედიტების მობილიზება, საბიუჯეტო რესურსების მობილიზება, რათა ცოტა ხნის წინ ესეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფი ჯარი გაძლიერდეს, ფეხზე დადგეს და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს წინააღმდეგობის გაწევისა და მეტი შანსი ჰქონდეს თავისი განვითარებისთვის. მოკლედ, ფული არის, ფარა არის. გერმანიის ხელისუფლებამ პირველი რაც გააკეთა, ეს იყო მობილიზება უმნიშვნელოვანესი, უმსხვილესი, მრავალი ათეული მილიარდი ევროსი მობილიზება შეძლო, რათა დაიწყოს თავისი არმიის მოდერნიზება. ერთი სიტყვით ფული არის, მაგრამ ეხლა მარტო ფული საქმეს არ ეყოფა,
ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ პირადი შემადგენლობის, ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის ზრდა. 180,000 კაციანი არმია, რომლის შემადგენლობა ნელ-ნელა მცირდება და კლების ტენდენცია ახასიათებს, ყოველ შემთხვევაში არ იზრდება, საკმარისი არ არის თანამედროვე უმნიშვნელოვანესი გამოწვევების გადასალახად, ხო და ევროპისთვის არსებული უსაფრთხოების პრობლემების მოსახსნელად. ამიტომ გერმანიაში ძალიან დიდი ხანია ფიქრი დაიწყეს როგორ მოიზიდონ ახალგაზრდები სამხედრო სამსახურში, როგორ უბიძგონ მათ სამხედრო სამსახურისკენ და როგორ შეუწყონ ხელი იმას, რომ სასურველი გახდეს ჯარში წასვლა. გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ან ქრისტიან-დემოკრატიული ბანაკის ყველაზე მემარჯვენე წრეების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ სხვათა შორის, რომ მოდით სამხედრო სავალდებულო სამსახური აღვადგინოთ. გერმანიას არ გაუქმებია ეს სამსახური, იმიტომ რომ კონსტიტუციაშია ჩაწერილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მუხლი 2011 წელს მხოლოდ შეაჩერეს ამ მუხლის მოქმედება, იმიტომ რომ კონსტიტუციიდან ამოღებას უნდა 2/3 ბუნდესტაგში, 2/3 ბუნდესრატში და ამისი თავი და უმრავლესობა არავის არ აქვს, ხო? მოკლედ შეჩერებულია ეს მუხლი და იყო წინადადება, რომ მოდითო ხო არ ავამოქმედოთ კვლავ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ამით შეუწყოთ ხელი ადამიანების ჯარში დაბრუნებასო. ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ პროტესტს, ძირითადად აი ამ მემარცხენე ლიბერტარიანული ან თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. თვითონ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც დღეს გადაბარებული აქვს თავდაცვის უწყება ბატონი ბორის პისტორიუსის სახით, რომელზეც დაწვრილებით ვისაუბრებთ ცოტა ხანში, მაინც და მაინც არ აქვს განზრახვა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინოს. მაშსადამე რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული იყო მოსაფიქრებელი და გერმანელებმა ეგრეთ წოდებული შვედური მოდელის არჩევა გადაწყვიტეს. უკვე დამტკიცებული არის წესი სამხედრო სამსახურის შესახებ ბუნდესტაგში და ეს წესი რამდენიმე ძირითად პუნქტზე დგას. პუნქტი ნომერი 1. უკვე სავალდებულო გახდა ასე ვთქვათ 18 წელს მიღწეული ყველა პირის სპეციალური ანკეტირება. ანუ როგორც კი ადამიანი შესრულდება 18 წლის, მას ფოსტით მოუვა ანკეტა, შესაბამისი ანკეტა ვაჟებს სავალდებულოდ, ქალებს სურვილის შემთხვევაში ესეც საკონსტიტუციო ჩანაწერიდან მოდის, ზოგიერთს მიაჩნია, რომ რაღაც არათანამედროვე ჩანაწერია, მაგრამ ნუ არის და მას ვერ ცვლიან. მოკლედ, როგორც კი გახდება 18 წლის ვაჟი, მას მიუვა შესაბამისი ანკეტა და იგი ვალდებულია, რომ ეს ანკეტა შეავსოს, იქ არის ვთქვათ სამოტივაციო შეკითხვები, დემოგრაფიული ბლოკი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბლოკი, სხვა მახასიათებლების შესახებ განყოფილებაც არის ამ ანკეტაში და მოკლედ ერთი სიტყვით თავდაცვის სამინისტრო თითოეულ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს პირველ ეტაპზე შეისწავლის ანკეტის დონეზე და გაარკვევს ვინ არის, სად არის, რა უნდა, რა მიმართება აქვს, რა გეგმები აქვს, რა ამოცანებია. ამით იგი არ დაკმაყოფილდება თავდაცვის უწყება და სახელმწიფო, მეორე ვალდებულებაც ექნება 18 წელს მიღწეულ ადამიანებს. ეს ვალდებულება გახლავთ ის, რომ ანუ 2008 წელს დაბადებული ყველა მოქალაქე, ყველა ვაჟი და ქალები ნებაყოფლობით ამ შემთხვევაშიც ყველა ვაჟი ვალდებული იქნება, რომ გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამედიცინო შემოწმება. ქვეყნის მასშტაბით იგეგმება 24-25 აი ასეთი ცენტრის შექმნა და 18 წელს მიღწეულ ყველა მოქალაქეს სამედიცინო თვალსაზრისითაც შეისწავლიან და ერთის მხრივ ექნებათ პირადი მონაცემები თავდაცვის სამინისტროში,
სამოტივაციო, დემოგრაფიული, განათლებასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ ანკეტის სახით და მეორეს მხრივ მათ ექნებათ სამედიცინო მონაცემები და მდგომარეობა იქნებათ შესწავლილი 18 წელს მიღწეული მოქალაქეების. ამის შემდეგ ეს ერთი ნაწილი არის ამ ეგრეთ წოდებული შვედური მოდელის. მეორე ნაწილი გულისხმობს იმას, რომ აი ცდილობენ ვისაც შეისწავლიან ამ ხალხს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, იციან მათი რაოდენობა, ვინ არიან, რა მახასიათებლები აქვთ, რა სამედიცინო მდგომარეობა აქვთ. აი ამის შემდეგ უკვე ბუნდესვერი და თავდაცვის სამინისტრო იზრუნებს იმისთვის, რომ ამ ხალხს მოტივაცია შეუქმნას. მოტივაცია რაში გამოიხატება, რომ ხელფასი, ხელზე ასაღები ამ სამსახურში 2600 ევროდ განისაზღვრა ხელზე ასაღები, ბრუტო 2600 ევრო, რაც 18 წელს მიღწეული მოქალაქისთვის შესანიშნავი ასე ვთქვათ ხელფასია და ჯამაგირია. თან ეს 2600 ევრო არის მხოლოდ რიგითი სამსახურის თანამშრომლისთვის, ახლა თუ დაწინაურდები წოდება გექნება და ასე ვთქვათ უფრო დიდხანს გაივლის სამხედრო სავალდებულო სამსახურს, აქ რა თქმა უნდა არსებობს პრეფერენციები, ასევე ადგილზეა დამოკიდებული, სად იმსახურებ, როგორ იმსახურებ, ამის მიხედვითაც იცვლება ეს ყველაფერი. მოკლედ, კაი ხელფასი შედარებით 18 წლის მოქალაქისთვის, კაი ხელფასი დააწესეს ბუნდესვერში და ფიქრობენ, რომ ეს ახალგაზრდებს უბიძგებს იმისკენ, რომ ჩაეწერონ სამხედრო სამსახურში. მეორე მოტივაცია შეუქმნეს ეს დაზღვევის პაკეტები და სამედიცინო პაკეტები და შეღავათები ასევე დაწესდა, ანუ სოციალური პაკეტიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მოქალაქეების მობილიზებისთვის და ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებებია. უკეთეს სოციალურ პაკეტს ვთავაზობენ მოკლედ ჯარისკაცებს, ვიდრე აქამდე იყო, რომ ამ ახალგაზრდებს მიეცეთ ბიძგი ჯარში წავიდნენ და პლუს ამას ემატება თქვენ არ ვიცით თუ არა გერმანიაში ძალიან ძვირი ღირს მართვის მოწმობის აღება. ჩვენთან ხო ძვირი არ ღირს, მაგრამ ძალიან ძნელია და იქ ძნელიც არის და ძვირიც ღირს, თუ არ ვცდები, მახსოვს ბავშვობაში რომ გავიგე ცოტა გავოგნდი რაღაცა 1000 ევრო ჯდება ხოლმე ამ მართვის მოწმობის აღება და 3500 ევროიანი ლიმიტი იქნება. თუ სწორად მახსოვს, ესე წავიკითხე, გამოყოფილი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა რანგის ჯარში წასულმა მოქალაქეებმა სხვადასხვა რანგის მართვის მოწმობები აიღოს. რისი სრულიც ექნება, რისი ასე ვთქვათ, განზრახვაც ექნება იმ ტიპის მართვის მოწმობას მიცემენ. დიდი მანქანების, გრძელი მანქანების, ნახევრად მისამმელიანი, იქ რო გადადის, რა ქვია, მამის ორის უღელტეხილზე რო ადის ისეთი მანქანის, რო ვერ ადის ისეთი მანქანის, მოკლედ დიდი არჩევანი ეძლევათ და ჯარი მთლიანად დაუფინანსებს აი ამ ხალხს მართვის მოწმობის აღებას. ანუ ნახეთ, ხართ 18 წლის ახალგაზრდა, ჯარის ხანგრძლივობა გერმანიაში შეიძლება იყოს 6-დან 23 თვემდე, გააჩნია რა ტიპის სამსახურში შედიხარ და ამ სამსახურში შესულით შენ პირველი სერიოზული ხელფასიც გეძლევა, მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი სოციალური პაკეტი გეძლევა, რომელიც აქამდე არ იყო და გაუმჯობესებულია და უფასოდ იღებ მართვის მოწმობას, ხომ? ეს ურიგო შეთავაზება არ არის იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმას აპირებს და ცდილობს, რომ დამოუკიდებლად მიაღწიოს რაიმეს. აი ამ ღონისძიებების მიზანია, რომ ჯარი სავალდებულო არ გახდეს გერმანიაში და აი ამ მოტივაციებით დააკმაყოფილდეს ის მოთხოვნა და თამასა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს დაწესებული. თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ არ ვცდები 5 წელიწადში 180,000-დან 260,000-მდე გაიზარდოს ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის
ოდენობა, ხომ? ანუ 80,000 ადამიანით მეტის მიყვანა სურთ ჯარში და მეორე ასე ვთქვათ მახასიათებელი არის რომ 100,000-დან 200,000-მდე გაიზარდოს რეზერვისტთა რაოდენობა და 2030-იანი წლების დასაწყის ესე შეხვდეს გერმანიის სამხედრო შეიარაღებული ძალები. ნახეთ რა ხდება. ჯერ გერმანელები ცდილობენ ამ ფორმით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ამოქმედების გარეშე დააკმაყოფილონ ის ზრდის მარჟა, რომელიც გამოგვეს. ჯერ სავალდებულო სამსახურის გარეშე სურთ გერმანელებს, რომ ეტაპობრივად 180-დან 260,000-მდე გაიზარდოს ჯარისკაცთა რაოდენობა. აი თუ ვერ მოხდება და თუ ვერ შეძლებენ გაზრდას, უკვე მერე გერმანელები ღიად ამბობენ მართველი კოალიციის წევრები, სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები, რომ ну ახლა თუ ნებითა თქვენითა, мотиваციითა თქვენითა არ გაიზარდა სამხედრო სავალდებულო სამხედრო შემადგენლობა, პირადი შემადგენლობა, მაშინ უკვე ჩვენ იცვლებული გავხდებით, რომ კონსტიტუციის მუხლის მოქმედება კვლავ აღვადგინოთ და გამოვაცხადოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს ფედერაციული რესპუბლიკისა აქვს იმედი, რომ ამ საშუალებებით შეძლებენ ისინი მობილიზებას და 2035 წლისთვის დაახლოებით 270-დან 300,000-მდე იქნება 300,000 საუკეთესო შემთხვევაა 300,000-მდე იქნება ბუნდესვერის პირადი შემადგენლობა. მოკლედ გარდა იმისა, რომ ფინანსებია გამოყოფილი, გერმანელებმა უკვე განახორციელეს სამუშაოები იმისთვის, რომ ჯარის შემადგენლობა გაიზარდოს, რეზერვისტთა რაოდენობა გაორმაგდეს და უფრო მეტი ადამიანი იყოს მზად, რომ ამ ჟამტეხილის დროს დაიცვას თავისი სამშობლოს და არა მხოლოდ თავისი სამშობლოს ევროპის საზღვრებიც. კიდევ ერთ სრულიად უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე თანამედროვე გერმანიაში. გერმანელებმა მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესეთი რამ არ მომხდარა. აი ამ დიდი სისხლისწყლის დამთავრებიდან დღემდე არასდროს გერმანიას თავისი ბატალიონი ხანგრძლივი დისლოკაციით არ გაუგზავნია საზღვარგარეთ. გერმანელი ჯარები კი მონაწილეობდნენ ახლა რაღაცა სხვადასხვა მისიებში, ჩართული იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებაში, არსებობს გერმანულ-ფრანგული არმია, რომელიც საფრანგეთში არის, ბატალიონი, რომელიც საფრანგეთშია დაბანაკებული და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცები მომხდარა და სხვადასხვა ოპერაციებში, ნატოს ოპერაციებში მიუღიათ მონაწილეობა გერმანელებს, მაგრამ თვითონ ბუნდესვერს, რომ თავისი ბრიგადა გაეგზავნოს საზღვარგარეთ და იქ დაეფუძნებინოს, ესეთი რამ არ ახსოვს ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიას, ანუ ბუნდესვერის ისტორიას ეს არ ახსოვს, ეს ნაბიჯიც გადაიდგა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 5,000 კაციანი ბატალიონი გაიგზავნოს ლიეტუვაში. ლიეტუვას ორ დასახლებაში, ერთი ვილნიუსთან ახლოს, მეორე კაუნასთან ახლოს, კაუნასის ოლქში განთავსდება ეს 5,000 წევრიანი ბატალიონი. 5,000 წევრიდან 4,800 ჯარისკაცია და დანარჩენი 200 სამოქალაქო პირები არიან, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენენ. ამ 5,000 წევრიან ბატალიონში ასევე იქნება 2,000 ერთეული სამხედრო მანქანა, ეს ბეტერები, ტანკები, ლეოპარდები, გერმანიის არსენალში რა იარაღებიც და რა სამხედრო მანქანებიც ირიცხება, ეს ყველაფერი იქ განთავსდება და ამას ემატება, რომ ეს ბატალიონი კიდე დაყოფილი იქნება 3 მოტორიზებულ
შემადგენლობად ორ პატარა ჯგუფად, ანუ 5 ერთეულისგან იქნება საბოლოო ჯამში შემდგარი და მოკლედ, მეგობრებო, პირველად მართლა გერმანიის ისტორიაში, ბუნდესვერის ისტორიაში სასწაული ხდება გერმანია ხანგრძლივი დისლოკაციით აგზავნის თავის 5000 კაციან ბატალიონს საზღვარგარეთ აგზავნის ლიეტუაში, აი ცნობილ ხაზთან ახლოს, აი ბელარუსი და კალინინგრადის ოლქი რო უკავშირდება ერთმანეთს ამ ხაზთან ძალიან ახლოს იქნება სახიფათო ევროპულ მიჯნასთან ძალიან ახლოს იქნება განთავსებული ეს ბატალიონი იქ მიდიან ჯარისკაცები არა მარტო თვითონ არამედ ოჯახებით ჩასული იყო თავდაცვის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლები გაიხსნა დამატებითი დასახლებები შენდება სადაც იცხოვრებენ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები და მოკლედ გერმანიის არმიის შემადგენლობაში გაჩნდა ლიეტუის ბატალიონი პირდაპირ ესე ქვია ესე თავისი გერბიც უკვე შექმნეს რომელიც ლიეტუურ და გერმანულ სიმბოლოებს აერთიანებს ჩატარდა ძალიან დიდი და პომპეზური ინაუგურაციის ცერემონია ვილნოს ცენტრში ბატონი გიტანას ნაუსედა იქ იყო ლიეტუის ძალიან მომხიბვლელი თავდაცვის მინისტრიც იქ გახდა ქალბატონი ბორის პისტორიუსი მერცი გერმანიის სამხედრო ძალების მთავარი ინსპექტორი გვარად ამავიწყდა ყველანი იქ იყვნენ და დიდი ზარზეიმით მიიღეს ანუ დიდი ზარზეიმით აღნიშნეს ამ ბატალიონის დაფუძნება ლიეტუის რესპუბლიკაში რაც მდავარია მეგობრებო საბოლოოდ ძალაში შევა ეს აი ამ ბატალიონის მუშაობა 2027 წელს 2027 წლამდე ნელ-ნელა მოიკიდებს ეს ბატალიონი ფეხს ლიეტუაში რა თქმა უნდა ეს არ იქნება მარტო გერმანული ბატალიონი სხვა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ ისინი ლიეტუაში მონაწილეობას ხო იქ ნატოს ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლები ჩამოდიან არსებობს ნატოს სპეციალური პროგრამები როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივ რაღაც სამხედრო ღონისძიებებს ან სამხედრო საწვრთნელ ღონისძიებებს ახორციელებენ ხო ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას აქვს თავისი ძალიან მკაცრი და მკაფიო რამდენიმე გზავნილი პირველი და მთავარი გახლავთ ის რომ გერმანიის ხელისუფლება ძალიან ხაზგასმით გამოხატავს სოლიდარობას თავისი პარტნიორების მიმართ და ამბობს რომ შეიძლება არსებობს ზოგიერთი ქვეყანა მაგალითად შეერთებული შტატები რომელიც უწუნებს რომ მე გიცავთ და თქვენ თვითონ თავს არ იცავთ თქვენ თვითონ მოუარეთ თქვენს თავს და ეხა ისეთი კატასტროფები ხდება რომ ნატოს წევრ დანიას უპირისპირდება გრენლანდიის გამო შეერთებული შტატები და ამ ტიპის სამარცხვინო გულისამრევ მოვლენებთან გვაქვს საქმე ამის ფონზე გერმანია ამბობს რომ მე ჩემი მოკავშირეების მიმართ ვარ სოლიდარული თქვენს გვერდზე ვარ თქვენს გვერდით დაგიდგებით თქვენს გვერდით დავდგები და რაც შემიძლია გაგაწლიერებთ და ახეთ უნიკალურ სიტყვებს ამბობს Unterstehen wird die Panzerbrigade 45 der Division 2025 also ფრიდრიხ მერცი რომ და არა მხოლოდ ფრიდრიხ მერცი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ უნიკალურ სიტყვებს რომ გერმანიის უსაფრთხოება არ იწყება გერმანიის საზღვრიდან გერმანიის უსაფრთხოება იწყება ევროპის საზღვრიდან. აი ესა მეორე მთავარი გზავნილი. რომ მე მარტო სოლიდარული კი არა ვარ, რაღაცა კი არ ვეხმარები და დახმარების ხელს კი არ უწვდი ლიეტუას და ასე შემდეგ. არამედ გერმანიის ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ მე თუ მინდა რომ უსაფრთხოდ ვიყო, მაშინ ევროპის წევრი სხვა ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. თუ ისინი არ იქნებიან უსაფრთხოდ მაშინ მეც ვარ დარტყმის ქვეშ, მეც შეიძლება მომადგნენ, ჩემი მდგომარეობაც უარესდება. ასე რომ, ნახეთ,
აი ამ უნიკალური გადაწყვეტილება, ეს უნიკალური გადაწყვეტილება ერთის მხრივ სოლიდარობასაც გამოხატავს და მეორეს მხრივ ხას უსვამს იმას, რომ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება არ იწყება მათი უშუალო სახელმწიფო საზღვრებიდან, არამედ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება იწყება ევროპის საზღვრებიდან, თვითონ საერთო ევროპული საზღვრებიდან. აი ამ ურთულეს რეგიონში გერმანული ბატალიონი იქნება განთავსებული, ბელარუსის საზღვარით ახლოს არის იქ და ძალიან მძიმე და რთული ადგილი არის საერთოდ ეს ორი პატარა დასახლება ლიეტუვის სამხრეთით. და რა ვიცი, მომავალშიც მე მგონია, რომ მარტო ლიეტუვით არ შემოიფარგლება გერმანია და ბუნდესვერის გაძლიერების კვალდაკვალ ისინი პასუხისგებლობას აიღებენ ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნების პასუხისგებლობასაც, უსაფრთხოებასაც. და საერთოდ ჩვენ მომავალში უნდა ველოდოთ და მე ამაზე რამდენიმე წლის წინ საუბრობდი პროფესორ ვახტანგ მაისაიას რადიო გადაცემაში, რა თქმა უნდა არავის არ მოусმენია და არავის ჩემი ნათქვამი არ აინტერესებს, იმიტომ რომ არც გამხდარი ვარ და არც მემარჯვენე და არც ფერომონებს ვაფრქვევ, ხო, ეს მახასიათებლები რომ მქონდეს ალბათ უფრო მეტი მიაქცევდა ყურადღებას და აღვნიშნე მე ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ამაზე არავინ არ ფიქრობდა, რომ ევროპა დამოუკიდებელ სამხედრო აქტორად იწყებს ჩამოყალიბებას და მას ექნება ცალკე სამხედრო გაერთიანება და ესეც აი ამ დიდი ცვლილების ნაწილია, რომ ნატო კი არა, არამედ რაღაც სხვა იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტორი და ეს რაღაც სხვა სტრუქტურა შეიძლება იყოს თვითონ ევროკავშირის შიგნით ჩაგვირისტებული და ჩაშენებული. დღეს ხო ამბობენ, რომ ევროკავშირი კვდებაო, კი არ კვდება, ну რაღაც სეგმენტებში კვდება და რთულად აქვს საქმე და იქ რეფორმა აუცილებელია, მაგრამ კი არ კვდება ევროკავშირი ზოგიერთი მიმართულებით, არამედ ახალი ფუნქციების, მათ შორის სამხედრო ფუნქციების შეზენაზე მიმდინარეობს ლაპარაკი. ასე რომ ნახეთ გავიხსენოთ რა ვთქვით, ფული გამოჩნდა ბუნდესვერის გაძლიერებისთვის, ეს ერთი გატარდა ეგრეთ წოდებული შვედური მოდელი და ღონისძიებები იმისთვის, რომ ბუნდესვერის შემადგენლობა უახლოეს მომავალში 260,000-მდე გაიზარდოს და მესამე კომპონენტი არის ის, რომ ბუნდესვერი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მარტო საკუთარ ქვეყანაზე და მის უსაფრთხოებაზე კი არ ისრუნოს, არამედ ფიქროს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ბოლო კომპონენტი, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, გახლავთ ის, რომ ესე ადვილი ხო არ არის რამდენიმე ასეული მილიარდის მართვა, ამხელა რეფორმების გატარება, აი ამ Zeitenwendes მომსახურება, შამტეხილის განხორციელება, ახალი ეპოქალური ცვლილებების შეტანა სამხედრო პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, ამ საქმეს სჭირდება ძალიან მაღალი რანგის და სერიოზული პროფესიონალი ერთის მხრივ, კარგი მენეჯერი მეორეს მხრივ და მესამეს მხრივ სჭირდება ფიგურა, პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს წონა, რომელსაც პატივს სცემენ, რომელსაც აღიარებენ და სასიხარულოდ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სათავეში დღეს სწორედ ესეთი პირი გახლავთ. Und wie überbrückt man das bis dahin? Überbrücken kann man. Moment. Spannend, ne? Das war mein Bekenntnis zu Star Trek, ja. დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრი არის ბატონი ბორის პისტორიუსი. ბატონი ბორის პისტორიუსი მე პირველად გავიცანი, ახლა გადავკოცნე და პეჩენიაზე და ჩაიზე კი არ დამპატიჟა, უბრალოდ პირველად ჩემს თვალსაჩინოში აღმოჩნდა 2019 წელს პირველად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა პირდაპირ კენჭისყრის გზით და წყვილები მონაწილეობდნენ, ესეც უპრეცედენტო შემთხვევა იყო და ესეც პირველად მოხდა, წყვილები მონაწილეობდნენ პარტიის თავმჯდომარისთვის
თავმჯდომარის თანამდებობის მოპოვებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში. ანუ იყო საყოველთაო შიდა პარტიული არჩევნები, პრაიმერისი და ამ პრაიმერისი ქალი-ვაჟი ამ შემადგენლობით გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და აი მაშინ თვალს ვადევნებდი აი ამ წინასაარჩევნო კამპანიებს და ქვემო საქსონიიდან კენცი ყრიდა ბატონი ბორის პისტორიუსი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ტოვა ძალიან პრაგმატული სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის შთაბეჭდილება, არც მარჯვნივ რო არ არის და არც მარცხნივ და უფრო რეალობის აღქმაზე ორიენტირებული რო არის ეს ოპერაციონალიზაცია, რო ეხარხება უცებ განაწყვეტილებების მიღება და დატოვა რაღაც კონსენსუალური ფიგურის შტაბეჭდილება ბატონმა ბორის პისტორიუსს. ანუ პარტიის შიგნით მას იცნობენ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით მას ავტორიტეტი აქვს, კი ვერ გაიმარჯვა ამ პრაიმერისში, მაგრამ ძალიან სოლიდური შედეგი აჩვენა და პარტიის შიგნით გამოავლინა საკმაოდ სერიოზული პოზიციები, როგორც დებატების კულტურის თვალსაზრისით, ასევე მყარი, არჩეული, გამოკვეთილი, ასე პრაგმატული პროფილის თვალსაზრისით. აი მაშინ აღმოვაჩინე პირველად მე ბატონი ბორის პისტორიუსი. მოკლედ პარტიული პროფილი მას აქვს, იგი ქვემო საქსონიას წარმოადგენს, ნიდერსაქსენს, ეს ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული მხარე არის, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ქრისტიან-დემოკრატებიც ყოფილან, მაგრამ ბოლო 10 წელზე მეტია იქ სოციალ-დემოკრატები არიან ხელისუფლების სათავეში, ბატონი გერხარდ შრიოდერი, სანამ კანცლერი გახდებოდა, იყო ნიდერსაქსენის პრემიერ-მინისტრი. მოკლედ ისეთი მიწა სოციალ-დემოკრატებისთვის ცნობილი მიწა და დღეს ისინი დომინირებენ, ქვემოსაქსონიელი სოციალ-დემოკრატები დომინირებენ მთლიანად სოციალ-დემოკრატიულ ტენდენციაზე გერმანიაში, იმიტომ რომ ვიცე-კანცლერი, ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახლავთ ასევე ქვემოსაქსონიიდან, ფრაქციის თავმჯდომარე მათიას მირში გახლავთ ასევე ქვემოსაქსონიიდან, ბორის პისტორიუსი გახლავთ ქვემოსაქსონიიდან, სოციალურ საკითხთა ყოფილი მინისტრი ძალიან გავლენიანი ბატონი ხუბერტუს ხაილი ქვემოსაქსონიიდან იყო და მოკლედ ქვემოსაქსონია დღეს მაგრად სვეტში არის, როგორც 2000-იანი წლების იტყოდნენ, მაგრად სვეტში არის თვითონ სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით და მაღალ თანამდებობაზე არიან და ბორის პისტორიუსიც ამ ტენდენციას წარმოადგენს. ანუ ძლიერ პარტიულ ორგანიზაციას წარმოადგენს თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი. ბატონმა პისტორიუსმა გერმანელი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებლად ბევრი საფეხური გაიარა, იქ არის შესაძლებლობა ხა გერმანიაში საქართველოში პოლიტიკოსი რო გახდე, ამის ასპარეზი არ არსებობს. პირდაპირ ტევე პირველში უნდა აღმოჩნდე და გერმანიაში არის საფეხურები, ხო? მაგალითად პისტორიუსი ძალიან დიდხანს მოღვაწეობდა ქალაქ ოსნაბრუკის, ასე ქვემოსაქსონიაში დიდი ქალაქია და გავლენიანი და ბევრი ხალხი ცხოვრობს და კაი გაზეთსაც გამოსცემენ. ხო, და ოსნაბრუკის ქალაქის საბჭოში, მერე მოღვაწეობდა ოსნაბრუკის ობერბურგერმაისტერად, მერად. მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებული ნაწილი არის, რომ გახლდათ ქვემოსაქსონიის ლანდტაგის წევრიც და 2013-23 წლებში სათავეში ედგა ქვემოსაქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს და აი ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლით მას კავშირი ჰქონდა, თქვათ, კატასტროფების მართვის დროს ბუნდესვერთან, ქვემოსაქსონიაში ბევრი ბუნდესვერის ბაზა არის დისლოცირებული და მათთან ურთიერთობის თვალსაზრისით ჰქონდა კავშირი თავდაცვის სამინისტროსთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის დროს კავშირი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროსთან და ასე შემდეგ. ანუ 10 წელი იყო ძალიან წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ თვალსაზრისით მას ჩამოუყალიბდა როგორც საქართველოში იწყვეტყვიან ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება. მისი ბიოგრაფიიდან ასევე აღსანიშნავია ის, რომ დედამისი, ქალბატონი ურსულა პისტორიუსი, ბორის პასტერნაკის
თავგადაკლული თაყვანისმცემელი და სხვათა შორის ბორის პისტორიუს, ბორისი, იმიტომ ქვია, რომ მის დაბადებამდე 1 წლით ადრე მგონი პასტერნაკმა ურსულას საყვარელმა პოეტმა აიღო ნობელის პრემია და ამით აღფრთოვანებმა დედამ საკუთარ შვილს ბორია თუ ბორისი დაარქვა, ხო? ანუ ბორის პასტერნაკის პატივსაცემად ქვია პისტორიუს თავისი სახელი. მოკლედ დედამისი ურსულაც პოლიტიკოსი გახლდათ რაღაც 12 თუ 13 წელი. ისიც ქვემო საქსონიის ლანდტაგის წევრი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ფრაქციის ლიდერთა შორისაც ირიცხებოდა. მოკლედ პოლიტიკური ნავაროჩენი ისეთი ოჯახიდან არის, პოლიტიკურად შემდგარი, ჩამოყალიბებული ოჯახი და სხვათა შორის მისი მშობლები იყვნენ პირველი ტალღის დევნილები გდრ-დან. ანუ სანამ კედელი აშენდებოდა და ასე შემდეგ, მანამდე ვინც გამოიქცა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, აღმოსავლეთ გერმანიიდან, აი მათ შთამომავალს წარმოადგენს ბატონი ბორის პისტორიუსი. აღსანიშნავია, რომ პისტორიუსი დღემდე რჩება გერმანიის ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად. ძალიან დიდი იშვიათობაა, რომ პოზიტიური რეიტინგი კონდეს პოლიტიკოს თანამედროვე გერმანიაში, ანუ უფრო მეტი ადამიანი იყოს კმაყოფილი მისი საქმიანობით, ვიდრე უკმაყოფილო. ბორის პისტორიუს ნამდვილად შეუძლია ამით იამაყოს, რომ უფრო მეტი ადამიანია კმაყოფილი მისი საქმიანობით, ვიდრე უკმაყოფილო. პოზიტიური ბალანსი აქვს რეიტინგებში. ბოლოს 3 წელია 2023-დან 26 წლამდე ლიდერობს, მოწინავეა ყველაზე რეიტინგ. ვერც კანცლერი, ვერც პრეზიდენტი, ვერც ოპოზიცია, ვერც ხელისუფლება მასზე რეიტინგული არავინ არ არის თანამედროვე გერმანულ პოლიტიკაში და ესეც თავდაცვის სამინისტროს დამატებით ძალას მატებს. სხვათა შორის 2025 წლის არჩევნების წინ განიხილებოდა, რომ ხوار ჩავანაცვლოთ ოლაფ შოლცი და მის ნაცვლად კანდიდატად, კანცლერობის კანდიდატად ხომ არ წარვადგინოთ ბორის პისტორიუსიო, მაგრამ თვითონ უკან დაიხია და ეს გერმანიის პოლიტიკურ კულტურაში არ ჭდება, რომ თუ კანცლერი თავად აპირებს კენჭისყრას, მას წინ გადაუდგე და შიდაპარტიული კონკურენცია გაუჩაღო და მის ნაცვლად იყარო კენჭი. ეს არზის გერმანულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კულტურაში, ასე რომ დაიხია უკან ბორის პისტორიუსმა, თუმცა მომავალში შეიძლება კვლავ წარადგინონ იგი კანცლერობის კანდიდატად. მას გამოარჩევს, ესე იგი, გარდა იმისა, რომ ესეთი ბიოგრაფია აქვს, ესეთი წონა აქვს, ესეთი გზები აქვს გავლილი, მას გამოარჩევს კიდევ აი რას თვისებების გამო სწემენ პატივს. პირველი, პირდაპირი გასაგები კაფიო კომუნიკაცია. მაგალითად, მან შემოიტანა ტერმინი ასევე გერმანულ პოლიტიკაში Kriegstüchtig, ანუ ომისთვის მზად უნდა იყოს ჩვენი არმია. ომის საომარი მზადყოფნა უნდა კონდეს ჩვენს არმიასო. Wir müssen angesichts dieser weltpolitischen Lage ehrlich sein. Der Krieg ist zurück in Europa. Deutschland und seine Verbündeten müssen sich mit der neuen Bedrohungslage auseinandersetzen, besonnen und ernsthaft. Die internationale Ordnung wird überall auf der Welt angegriffen. Wir brauchen daher Führungsfähigkeit, wir brauchen Wehrhaftigkeit und wir brauchen einen realistischen Blick auf die geopolitischen Herausforderungen, die sich uns stellen und die noch auf uns zukommen werden. Für die Bundeswehr, genauso wie für unsere Gesellschaft, bedeutet das, wir müssen kriegstüchtig werden. Ich weiß, das klingt hart. Ich weiß, das klingt ungewohnt und viele erschreckt es, aber ich sage das nicht unüberlegt, sondern ich sage das sehr überlegt und nicht mit Leichtfertigkeit. Die Zeitenwende war und ist ein Wendepunkt für unsere gesamte Gesellschaft. Ein souveränes Land muss in der Lage sein, sich gegen äußere Feinde im Ernstfall zur Wehr zu setzen. Alleine oder natürlich idealerweise kollektiv im Bündnis, so wie wir das Glück haben. Das Ziel muss es sein,
es gar nicht erst zum Ernstfall kommen zu lassen, durch eine effektive Abschreckung Krieg führen können, um keinen Krieg führen zu müssen. Und das ist kriegstüchtig. ეს ახლა შეიძლება ქართველისთვის არაფერს არ ნიშნავდეს ეს სიტყვები, ხო? მაგრამ გერმანელები, რომლის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა პაციფისტურმა მოძრაობამ, მშვიდობის ჯგუფებმა და მშვიდობის ჯგუფები აქტიურები იყვნენ როგორც დასავლეთში, იქ ვიეტნამის ომს ებრძოდნენ, იქ სტუდენტურ მოძრაობასთან იყვნენ ინტეგრირებული და ასე შემდეგ, ასევე აღმოსავლეთშიც, ხო? აღმოსავლეთის დისიდენტური მოძრაობა DDR-ში, როგორც გერმანულენოვანები ვეძახით, DDR-შიც ოპოზიციური მოძრაობა, დისიდენტური მოძრაობა იყო მათ შორის დაფუძნებული აი ამ ქრისტიანულ სამშვიდობო პაციფისტურ მოძრაობაზე, ხო? როგორ ქვია, Schwerter zur Flugscharen, ხო? თუ არ ვცდები, ანუ מחვილები სახნისებად, ეს ბიბლიური ფრაზა იყო გამოყენებული, რომ გადავაკეთოთ מחვილების სახნისებად და მშვიდობა იყოს და ეს იყო თავარი სახელწოდება აი ამ მოძრაობისა. და მოკლედ მშვიდობის ქვეყანაში გაბედა ამ კაცმა და აი ამ ომის ტრავის ქვეყანაა, ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის ტრავა გერმანია, ომის ტრავის ქვეყანაში, მშვიდობის მოძრაობის ქვეყანაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ kriegtüchtig, ომისთვის საომარი მზადყოფნის ქვეყანა. ეს არის კაფიოდ, პირდაპირ შელამაზების გარეშე ნათქვამი სიტყვა და ამას ამბობს და ასე საუბრობს იგი ყველგან, ხო? მეორე მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ კომპეტენციაც, იმიტომ რომ ეტყობა, ერკვევა, ეს მენეჯმენტი მისი ძლიერი მხარე არის, თვითონ ბუნდესვერში უმსახურია, იცის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობა და შინაარსი და ამასაც ასხივებს იგი თავისი კომუნიკაციების დროს და ავთენტური ადამიანია რა, დაგელაპარაკება, აგიხსნის, მოვა, აქტიურია, ყველასთან მიდის, ყველასთან თანამშრომლობს, დადის, აქეთ იქ ლიტვაში ჩავა, გადმოვა, აქეთ აქტიური პირია, მოკლედ თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით. მოკლედ საკმაოდ ძლიერ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე ბატონი ბორის პისტორიუსის სახით, იქ რუსები და სალავიოვები და ვიღაცები აშაყირებენ და პისდორიუს ეძახიან და საშინელი ეპითეტებით ამკობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი აი ამ ჟამტეხილის დროს არის ჯერჯერობით ძალიან საიმედო დასაყრდენი, არა მხოლოდ ევროპელებისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა მას ბატონ ოსტინთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან შეერთებული შტატების, ის დიდი ვიბუთქუნა ზანგი კაცი რო იყო საყვარლესი, მასთან ფრანგულად ლაპარაკობს, გერმანულად ლაპარაკობს, ინგლისურად ლაპარაკობს, რუსულად ლაპარაკობს, არ უჭირს არც ერთ მხარესთან ურთიერთობა და მოკლედ ესეთი საიმედო ხელში არის ეს ბუნდესვერის რეფორმა. დაველოდოთ, შევხედოთ, როგორ იქნება, რანაირად იქნება. ფაქტია, რომ ფინანსები არის, ტექნოლოგიური განახლების სურვილი არის, ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა არსებობს, მეტი ადამიანის მობილიზებისთვის იბრძვიან. ფაქტია, რომ გერმანიის სამხედრო ბატალიონები გამოჩნდა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის საზღვრების მიღმა და ევროპის საზღვარი გერმანიის უსაფრთხოების საგნად არის აღებული და ფაქტია, რომ ძლიერი, გავლენიანი, სერიოზული პოლიტიკური ლიდერი უდგას სათავეში თავდაცვის უწყებას და ეს აჩენს იმედს, რომ თვითონ ევროკავშირიც შეიცენს აი ამ სამხედრო განზომილებას, კომპონენტს, რათა კონტინენტზე ძალთა ბალანსი და ახალი ტიპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა უზრუნველყოს. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საფრთხე და საშიშროება რეალურია. რუსეთის თავდასხმის და გაძლიერების საფრთხეც არის რეალური,
ტრამპის და ევროკავშირის შორის ურთიერთხიდების ჩატეხვის, ტრანსატლანტიკური ხიდების ჩატეხვის საფრთხეც რეალურია და უკვე ფაქტად არის ქცეული, მაგრამ ასევე საშიშროება რეალურია იმ მიმართულებით, რომ კაპიტალიზმი თანამედროვე ველური არა ადამიანური მთლიანად ეხლა სამხედრო რელსებზე გადაიწყოს და ყველა რესურსი, ყველა ძალა მიმართო მხოლოდ სამხედრო კომპლექსის განვითარებისთვის და ამან ძალიან დააზარალოს ის სხვა მნიშვნელოვანი სფეროები, რომელიც არანაკლებ ძიმე მდგომარეობაშია ევროპულ სოციალურ სახელმწიფოებში, ასე რომ აი ამ დანის წვერზე გავლის ამბავია. გთხოვთ დააჭიროთ აი ამ დალაიქების ხილაკს, გამოწერის ხილაკს და თუ აი ამ ვიდეოსაც უსმენთ და გააზიარებთ თქვენს მეგობრებს შორის, თქვენს სოციალურ ქსელებში, ძალიან მადლობელი ვიქნებით. და ბოლოს მადლობა აი პირველი შემოწირულობა აქ ჩვენს ვლოგს აი მიკროფონი გვაჩუქეს. მადლობა პროფესორს აი ამ საჩუქრისთვის. მე მგონია დღეს ხმა უკეთისმოდა და მომავალში უკეთეს მიკროფონსაც თავად შევწყვდებით თუ თემებმა ივარგა და თუ ყველაფერი კარგად წავიდა. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა.